Skandaluri განცხადების გაკეთების შემდეგ გიორგი პაპუაშვილი თავად ხდება შენიშვნების ადრესატი. საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლე თავმჯდომარეს დღის წესრიგის ერთპიროვნულად განსაზღვრაში ადანაშაულებს. ლალი ფაფიაშვილის, მერაბ ტურავას, ოთარ სიჭინავას, ზაზა თავაძისა და თამაზ ცაბუტაშვილის პრეტენზიები გახმაურებულ საქმეებს ეხება. პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში პლენუმის 5 წევრი წერს, რომ თავმჯდომარე რამდენიმე რეზონანსული საქმის განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას დაჩქარებული წესით მოითხოვს. მათ შორის სახელდება რუსთავიორის ეგრეთ წოდებული კაბელების და გიგი უგულავას საქმეები. განცხადების ხელმომწერი მოსამართლეები გიორგი პაპუაშვილს მითითებულ სარჩელებზე სამუშაოდ გონივრული ვადის მიცემას თხოვენ. წერილის შინაარს უკვე მოყვა პროტესტი სასამართლოს პლენუმის ერთ-ერთი წევრის მხრიდან. თავად სასამართლოს თავმჯდომარე კი მოყვანილ ფაქტებს გაუგებრობას უწოდებს. პარალელურად პროკურატურაში ძიება გრძელდება ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. საგამოძიებო უწყებაში დღეს კიდევ ორ მოსამართლეს მოусმინეს. მათ შორის იყო მერაბ ტურავა, რომელიც მასზე დევნის ფაქტს არ ადასტურებს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კონკრეტულ ფაქტს, კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებს, არის პოლიტიკური სპეკულაცია და არის პოლიტიკური დავალების შესრულება. პოლიტიკურ სპეკულაციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის დროს დაადანაშაულა. ტურავა და მისი 4 კოლეგა ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი და ოთარ სიჭინავა გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართავს და პრეტენზიებს უყენებს. 9-დან 5 მოსამართლე თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად კოლეგების აზრის გათვალისწინების გარეშე პოლიტიკური კონტექსტის შემცველი საქმეების გადაწყვეტის ფორსირებას ახდენს, მაშინ როცა გაცილებით ადრე შესული საქმეები არ განიხილება. განცხადებაში დასახელებულია რუსთავიორის, გიგი უგულავასა და ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეები. იკვეთება ტენდენცია, რომ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკური ნიშნის შემცველ მითითებულ საქმეებზე, როგორც მოხდა მათი უპრეცედენტოდ სწრაფი განხილვა, ასევე მაღალი ალბათობით მოსალოდნელია მათზე გადაწყვეტილების მიღების, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან განსხვავებულ, დაჩქარებულ რეჟიმში მოქცევა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. განცხადებით მოსამართლეები ითხოვენ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ნიშნის მატარებელი საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, რაც გამოძიება დასრულდება. მოვითხოვთ ზეწოლის ფაქტებთან ერთად ასევე გამოკვლეულ იქნეს თუ რატომ რის მიერ რომელი კანონის საფუძველზე ხდებოდა პროცესის ამა თუ იმ მონაწილის სარჩელის შეცვლა სხვა სარჩელით, რომლის მოთხოვნა არსებითად განსხვავდება იმ ძირითადი სარჩელისაგან. ვინაიდან დაისვა საკითხი, რომ ზეწოლას აქვს ადგილი, ობიექტურად როგორ უნდა განვიხილოთ ეს საქმე, მე არ ვიცი. სანამ არ გაიგო რომელი მოსამართლეზე შესაძლებელია ყოფილიყო ზეწოლა. ყოველგვარი კითხვის ნიშანი მოიხსნას და ამის შემდეგ უკვე მიღებული იქნას კანონდადგენილ ვადებში ჩვენი გადაწყვეტილებები. საქმეების განხილვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის აზრით. გიორგი პაპუაშვილმა 5 მოსამართლის განცხადებაში გაჟღერებულ ბრალდებებს გაუგებრობა უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გაუგებრობა კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ აღმოიფხვრება. რუსთავიორის საქმე უკვე შარშან ოქტომბრიდან იხილებოდა კოლეგიაში, შეიძლება ვიღაცას პრეტენზია წაეყენებდა, რატო ამდენ ხანს აგრძელებდა და რატო ვაჩქარებდა. მისი განხილვა მოხდა ყველასი ჩვენი ერთობლივი თანხმობით და ასევე კაბელების ეგრეთ წოდებულ გიგი უგულავას საქმეც სწორედ ერთ-ერთი მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ჩანიშნული იყო განხილვა კოლეგიაში, შემდეგ გადმოეცა პლენუმს და მისი წინაპირას ჩვენ მისი განხილვა დავიწყეთ და ერთობლივ გადაწყვეტილებით ერთხმად ასევე გავაგრძელებთ მას მომავალ კვირას. კოლეგების განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა მაია კოპალეიშვილისათვის, რომელიც მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს მივიდა. ის ისევე როგორც გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი და ქეთევან ერემაძე ამბობს, რომ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია აქვს. მაია კოპალეიშვილისათვის 5 მოსამართლის არგუმენტები გაუგებარია. ის რომ ამა თუ იმ საკითხს თქვა იხილავ დაჩქარებული წესით და ეგრეთ წოდებული დაჩქარებული წესით, ეს იმავდროულად არ მიანიშნებს მის პოლიტიკურ კონტექსტს. აი ეს არის საფუძველშივე მცდარი. რატომ გაიყო ორჯგუფად საკონსტიტუციო სასამართლო, ამასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო შეფასებებს აკეთებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლე აკეთებს ერთობლივად საპროტესტო განცხადებას და საუბრობენ პრობლემებზე, ეს მეტყველებს სასამართლოს შიგნით არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას. პრაქტიკულად ეს მოსამართლეები იყოფებიან ისეთი ზეწოლის ქვეშ, რომ ამდაგვარ განცხადებებს აკეთებენ საკონსტიტუციო თავმჯდომარის წინააღმდეგ. 5 მოსამართლემ განცხადება გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს გაავრცელა. გამოძიება გრძელდება 2 მუხლით სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე.